ადრეულ პერიოდში რაჭა ლეჩხუმთან ერთად თაკვერის საერისთავოდ იწოდებოდა. ისტორიულ წყაროებში სახელწოდება რაჭა მე-10 საუკუნიდან გვხვდება. დღეისათვის მისი ისტორიული სახელი მხოლოდ ონის რაიონის ერთ-ერთ სოფელს, თაკვერითავს შემორჩა. სადარგინდა წახვიდე რაჭაში რომ არ შეხვდე ნატაძრალებს, ნასახლარებს, ხუროთმოძღვრების ძეგლებს, რომლებიც მნახველის თვალწინ იმ საუკუნეთა სურათს გვიცოცხლებენ, როდესაც ისინი ააგეს. როდესაც მათში ქართველთათვის დამახასიათებელი სულიერი ცხოვრება ჩქეფდა. რაჭის საერისთავოს დაარსებას ბაგრატ მესამის მიერ სოფელ მრავალძალთან ახლოს, ჭოლევის კლდის ბოლოს, ჭიქის ტბის ზევით, მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აგებას უკავშირებენ. თავდაპირველად ტაძარი ცალნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. შემდგომში კი ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადაუკეთებიათ. უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლი